ძვირბასო გალბატონებო და ბატონებო, ძვირბასო მეგობრებო, ჩვენ შოუში სტუმრის დრო დადგა და არაჩვეულებრივი ადამიანები გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები, ნამდვილი ექიმები, მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ და ლევან რატიანი და გიორგი ლორია გახლავთ ჩვენი დღევანდელი შოუს სტუმრები. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, არ მინდა ჩემო პაატა და ძვირბასო მეგობრებო ვათქმევიოთ ექიმებს, რომ ჰიგიენის ნორმები არ არის დაცული ჩვენს შოუში. კი ბატონო, თან ბატონმა ლევანმა ისე მიგვაჩვია ბორორიშვილი ასება კაკითაა. ვატაჟორის რო იცოდეთ ახლა ვიცინდი მე. კარგი, დავიწყოთ კარგი, დავიწყოთ. ეს ხუმრობა ახლა სერიოზულად, ესე იგი ისე სწრაფად შემობრძანდით, რომ მე ყველა პაციენტს უსურვებ, რომ ყველა ექიმი ასე სწრაფად მოვიდეს და მოგისწროთ ჩემო ძვირპაცები. მადლობა. ძანეთ? თან ახლა რა მინდა ჩემო პაატა, იცი რა ხან ასე ვსხედვართ ახლა რა. როცა მე დავუშვათ ლევამოტონს ზოგად კითხვებს დავუსვამ, შენ ამასობაში გიორგის და პირადი კონსულტაციები შეგიძლია გაიარო. მე შენგან ნახვალ და ასე. თან ჩვენი საქმეც რომ მოვაგვაროთ რა. კარგი, თქვენს სპეციალობებზე რომ ვისაუბროთ უშუალოდ რა. ბატონი ლევანი გახლავთ? ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი. დიახ. ხოლო ბატონი გიორგი გახლავთ? ორთოპედ ტრაუმატოლოგი, ონკოლოგი. აი ხო. საინტერესო იყო. ისე ნიღაბზე გამახსენდა ბავშვები ვინც სკოლაში წავიდა და ეხლა ეს მასწავლებელი ნიღაბში 2 წელი ონლაინ და რომ მოიხსნა ვერ იცნე და როგორ გიხდებათ სახე მასო, სახე. როგორ გიხდებათ სახე კარგია. ესე იგი, ბატონო პაატა, უცებ რა, რაღაცა ტრაუმატოლოგი გავიგონე, მე ხო ყველაფერი ის და ჩვენ ზოგადად ისე გვაქვს მოწყობილი, რომ რაღაცა მახსენდება ანეკდოტი რა. ძანეთ? ტრაუმატოლოგზე შეიძლება ერთი ანეკდოტი უცებ რა. ტიპს აქ ფეხები მოწყდა ორივე, აუწყვა ხა ტრაუმატოლოგმა და სახში გურნალობდა მე და ურეკავს ვერ ეს პაციენტი თავის ექიმს რა. ექიმო, ახ დავიწყო ფეხს შეარულიო, გავიარეო, ფეხს ვარ ცოტა უსაურად დავდივარო რა. ტუალეტში რომ მინდა გასვლა, ზალაში მივდივარო. ზალაში მინდა გასვლა, აივანზე მინდა გასვლაო, აქეთ სამზარეულოში მივდივარო და მოდი კაცო ჩემამდეო და მოვხედავთ მაქსიმუმ სამჯერ დავამირება რომ ვერ მოვდივარ შენამდე. რაღა ტრაუმატოლოგზე თქვი, მაშინ ანესთეზიოლოგზე მე ვიტყვი. სექსუალური აქტი დაამთავრა მამაკაცმა და გადაბრუნდა და ქალი ეუნება მორჩიო კაცო და კიო და ანესთეზიოლოგი ხარ ახარ პროფესიითო. რატო და მე ვერაფერი ვერ მივწევი. კარგი. მოკლედ ჩვენ ასე დილამდე ვერ შევწყვეტ ამას და ამიტომ თქვენ რო ისაუბროთ უფრო კარგია. კი ბატონო. ბატონ ლევან, თქვენ ხართ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი. ძალიან პოპულარული გახდით, მოდი ასე ვთქვათ, პანდემიის დროს, გაუსწოროთ სიმართლეს მასებში. ალბათ კი. ჯანმრთელ ხალხშიც კი, ასე ვთქვათ. ეკაია, თავად. და როგორც ესე იგი მთელი საქართველო მიაჩვიეთ თქვენ ხა ეს ხუმრობა კი გავითამაშეთ მე და ნიკოლოზმა, მაგრამ ნამდვილად ასე რაღაცას რო ვაკეთებდით მაშინდელ პერიოდში. ვაიმე, ბატონმა ლევანმა თქვა, აბა ის არის და აი რამე შესატყვისი ამბავი ხო არ არის თქვენ თვითონ რო დაგავიწყდათ ან რაღაცა და მოუწოდებით თქვენ თვითონ ძნელი იყო ამის მიჩროვა და ძნელი იყო და ესე იგი რომ გამოჩნდა ეს ვირუსი ხო არავინ არ იცოდა, ახლაც არ იციან და მაშინ რა ვიცოდით და აი როგორ რაღაცა იცი რომ აი არ ვიცი, ერთადერთი ვიცი რომ ოჯახში რომ მივა ეს ჩემი თანამშრომლები ერთად არ დაჭდნენ, ტელევიზორს არ უყურონ და ასე შემდეგ რა და
მოხდა ეგეთ რაღაცა რომ დამიინფიცირდა თანამშრომელი. აი როგორ გივსგავარ იცი. აი პინგ-პონგის ბურთივით დავხტივარ და ავდივარ რეანიმაციაში და შემხვდა ერთი ბიჭი რა რომელიც IT-ის ტექნიკოსია რა. დიახ. და ვეუბნები ეგეთ რაღაცას სახელი არ მინდა ხარო თქვა და იცი რა მეთქი სახში რომ მიხვალ მეთქი. შენ და შენი ცოლი მეთქი ერთ ოთახში არ დაწვეთ მეთქი. ვიცი რომ ახალი მოყვანილი ყავს ცოლი. კარგიო ლევანი ექიმო მეუნება და გადის რაღაც პერიოდი ერთი ალბათ ერთი 8 თვე. აჰა. ისევ შევხვდი ამას ლიფტში. ხო. და მეუნება აწი მაინც შეიძლებაო. აუ რა ის ჩაგიგდია კაცი. და დღეში თავიდან ჩავიდე. მოუყვანია ცოლი. კარგი, ექიმებზე ჩემო პატარა, ახლა საუბრობთ ახლა და ჩვენი მეგობრების პროფესიაზე. ისინი გარდა იმისა, რომ თავის კლინიკებში და ასე საქმიანობენ, ტელევიზიაშიც ხშირად არა გვიშავს. კი ბატონო. ხო და აი როგორ გძნობთ თავს ტელევიზიაში? თავიდან ცოტა უჩვეულო არის, იმიტომ რომ ჩვენ სხვა პროფესია, სხვანაირ დატრენინგებულები ვართ, ესე რომ ვთქვა. მაგრამ ისი რა არის, ძალიან ბევრი რამეს გეხმარება ტელევიზია ზოგადად საქმეშიც და ცხოვრებაშიც, ანუ არა. მე ხელფასი და ჯამაგირი არ მიგულისხმია. პაციენტები მოგემატათ ხო? კი, ამას ფაქტი იქნება, არ არის. მაგრამ აი უფრო გახსნილი ხდები, უფრო ადვილის კომუნიკაცია შეგიძლია, ანუ ძალიან გადგება განსაკუთრებით როცა აი რაღაცა ლექციას სწავლებას ატარებ რა, ანუ აი ეს ტრიბუნაზე რო body language აი ანუ ახსნას შემდეგ მართლა ძალიან გაიარდა, ნუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა ხალხთან მოხდები, ხო? თავისთავად. ხო. და ნუ აი რავი ძალიან მეგობრული და ძალიან კომფორტულ გარემოში ვართ. კი, ხახა ნუ თიკა ყოფნის მაგ ყველაფერს თიკა ყოფნის პაციენტი. მარტო აი თიკა რო არ ბურჯი. კი, ბურჯი. ბურჯი ნამდვილად. ო. ყველანაირი გაგებით. ყველანაირად. ესე იგი რა მინდა ეცი გითხრათ, აი სულ მაქვს ხოლმე ესეთი კითხვა ყოველთვის იმის გარდა რომ თქვენ ნამდვილად პროფესიონალები ძანდებით, ბევრჯერ დაამტკიცეთ ეს. კიდევ აქვს ტელევიზიას თქვენ შემთხვევაში განსაკუთრებით ძალიან დიდ ნდობას გიცხადებს მაყურებელი რომ აი იქ თქვეს, ასე თქვეს, თან ეხა თქვენი გადაცემა ყურებადია, არ უნდა ამას. აი რამდენად გრძნობთ ამას, აი რომ პასუხისგებლობა, ნებისმიერი საქმე არ აქვს მნიშვნელობა, რასაკეთებ, ან პასუხისგებლობით უნდა მოეპყრო, ხო? და შესაბამისად, ანუ ჩვენ უნდა გავცეს სწორი რეკომენდაცია. რომ ანუ ადამიანები შეცდომაში არ შევიყვანოთ და ანუ მუდმივად გვაქვს ლაპარაკი რომ დროზე მიდით ექიმთან რაღაცა რომ შეწაგაცუხებ სადავარ შემოგიტანეთ და რაღაცა მიდი ექიმთან ჩვენცაც მე ადვილი ხდება ამ ადამიანების კურდალა გულწრფელად მითხარით ორივე ისეთი ის რო არის ნიკუში ბიჭებო რომ დაუშვათ აი ძალიან კარგია მინიმუმ 6 თვეში ერთხელ თუ არა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთო ანალიზები რომ დროულად პრევენცია ასე ვთქვათ და დროულად აი თუ აკეთებთ თქვენ ამას მე თვითონ კი რა თქმა უნდა ეს როგორი პოს მე თვითონ გაიხსენა ბოლოს ჩვენ გავალდებულებენ ანუ მე ვალდებული ვარ ვინაიდან ქირურგიულ ნაწილში ვარ, ანუ სახელმწიფოს კანონის კლინიკის რეგულაციით, რომ მე ვალდებული ვარ ეს ანალიზები 6 თვეში ერთხელ. 6 თვეში ერთხელ. ქირურგიაზე სისხლის საერთო, ჰეპატიტები, ინფექციები, შეცაზე. ხო, რახან ქირურგიაში ბევრ ამის რეგულირდება. რო გითხრა რომ ძალიან მომწონს ეგ ამბობ მიხარია რა დავარდე ეგ. წვითავენ არა, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის. გასაგებია. სხვა გზა დავდუოთ. ძალიან კარგია. ზოგადად რას ვამოფიცი ხოლმე აი ხო აქ ზოგადად მაყურებელს აქ ხოლმე აი სიტყვაზე კინოფილმში ან სერიალში რომ მონაწილეობს ვიღაცა მე იმას ხო აგიქვამს ის პერსონაჟი რო ცხოვრებაში და მე შეიძლება ან დადებითია თუ უარყოფით იმის მიხედვით სხვათა შორის ზოგი მსახიობსაც ემართებაზე ითამაშებს და იმ როლში რო რჩება გმირს და რჩება მე როლში ხო და ამ შემთხვევაში მე მაგალითად მქონია ასეთი შემთხვევა სიტყვაზე რუსთავებზე ექიმები
გონიათ რომ მე უფრო კარგად ვიცი ახლა ამათ ვარას თქვენ ის მართლას ახლა რო გეკითხება იქ იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ჩემთან ერთად გავდივართ ამ კონსულტაციებს თუ რაღაცებს კი ბატონო იცი რა შესაძლოა ამას ამოწმებენ მე განაპირობებს იცი ჩემთვისაც ვთქვამთ რა მე მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეიტინგებისთვის არ ვამბობ რა რომ ესე იგი უყურებენ თქვენს გადაცემას ელოდებიან და ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ ეს არის პირველი თორე ესეთი მოძრაობის წესებია ჯანმრთელობის კუთხით რომ დიდი ხრის კუტრები უნდა ვიყოთ ბედანი კოლონში როცა რაღაცა მივსულვართ იქამდე რომ რაღაცა როგორ უნდა იცხოვრო თუნდაც აი მოდი მარტივად ვთქვათ რაღაც ყოველდღიური რაღაც არ ვიცი ეხლა ერთი კითხვა მე გამიჩნდებოდა აქ არ წერია ნამდვილად შემიძლია დავიფიქსო. ეგ არ გოგცაკითხული. ხო, არა, ჩემი პროდიუსერების გასაგონად და ნიკოს შამიცის ახლა იხენ. ბოლო ნაბახუშევის რავე საშუალება არსებობს? გეტყვი. მართლა? ნუ გაჩნი ხარ რა რაოდენობა? წინასწარ მიღებული. რაოდენობა წვითავს ხელს. არა, ნუ მაგრამ იმ ნაბახუშევის ხო ხარისხები აქვს. ეგ კი ბატონო, კი. ანუ ჩვენ ვართ ღვინისტები. კი ბატონო, მოკლედ უფრო ადვილი მოსანელებელი არ არისო ამბობენ, არაყი უფრო ადვილი არის. რა თქმა ნუ სწრაფად ინდივიდუალურია რა. ალბათ. ვინ რაზეა მიჩვეuli. რა ხა ჩვენი გენეტიკა ღვინოზეა მიჩვეuli, ხო? ზოგი ამარეტოზე კვდება. ხო, ზოგი ამარეტოზე კვდება. მოკლედ ყველაზე ესეთი მარტივი არის ალკაზიცერი რა. ანუ ოღონდ არ შველის. საღამოს ნასვამზე ძილის წინ 200 მლ ცივ წყალში ორი აბი რაც ნუ აი სიმპტომს მოგიხსნის მესმის ბიოლოგიურად უფრო რაღაცებს ჩართავს რომ ეს სწრაფად არჯობია არ დალიო მე მაგდენის სწრაფად ნუ კითხვა თქვენ მე ვიცი რომ არ გიყვართ ძალევა ძალიან კითხვას პასუხობ ძალიან არ გიყვართ და ამიტომ ცოტა რთული მოსასმენია ეს თქვენთვის მაგრამ როგორც ვატყობ და ბევრი სითხე აი ღამის განმავლობაში ბევრი სითხე რა არა რატო ხა არის მომენტი როცა ძალიან მიყვარს და ყველას ვეუბნები ბოლომდე უნდა დალიო არა მე გარ მიყვარს ბატონო ექიმი რო გეტყვის მაგას ძალიან კარგია ექიმთან ერთად რო ექიმი შეძახილი გამხნევებს ექიმთან ერთად რო ხარ მაგრამ ერთი კაითისება მაქვს მაგაც სამსვასვე და მე ერჭიქას ეს თვისება არ არის ეს სიცრუეა სუფრასთან და ისჯება განსხვავებული ისჯება კაროდები ჩვენ ყავს ძალიან კარგი მეგობარი კარდიოლოგი არ ვიტყვი ხა სახელმწიფოს რომელთანაც ინტენსიურად დავდივართ 6 თვეში არა მაგრამ თათ ინტენსიური არ გამოვიდა 8 თვეში ერთხელ მაინც განსაკუთრებით ნაბახუსებს აი ცოტა ნევროზული შემოტევებიც რო გაქვს მაშინ პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ნიკუშას ხუმრობა ეხა დავასწრებ უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ გულის მიმართულებით ამ ეტაპზე გადარჩენილები ვართ ხო მაგრამ რადგინდა ხვიცნი დაგვიშალა და წაქცევის რისკია არ შემიძლია გავთავდი მამაუებს კითხე ხო ეს მე ვთხარი იმ ქვეყნად რომ მოხდები რით იკვდები მნიშვნელობა აქვს ანუ გულით ღვიძლი არა მომითხეს არაფერი შეღავათი არ არის მე ვთხარი აბა რატო ვკლავს ეს ჩემი ექიმი ეს ჩემი ექიმი რატო ვკლავს მაგრამ სამაგიეროდ იმედიანად კლავს ხო კი ბატონო ტრაუმატიზაციის რისკია მაგალ აქცევის კი ბატონო მოკლედ ნაბახუსებზე ვიყავით რა ზუსტად ანუ ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და ბევრი საღამოს ალკაზიცერი ორიაბი ეს დილის წინ არა დილით დილითაც ვამატებთ ო ნუ ის საღამო მწვიტავს კიდე ერთხელ თქვა საღამოს ვიწყებ და გამთენიას რომ ვიყო სახში ამ დროს უშველის რო დალიო თუ არა არა ჩვენ არა გვაქვს ლოთებზე საუბარი. გაჩერდი. ისევე უნდა მოვითომ 9 საათზე სახში წინა. ხოთა შორის დღეს დამირეკავს 10-20 წუთზე რა ვქნა თო მე. ხოთა შორის ესეთი ეროვნული აი კოშწვევის სახსოვს რომ აი ამის მოტეხილობის პიკის დღე გვაქვს ესეთი რა წელიწადში ქართველებს რა აი როგორ გონია რა როგორი რა დღე არის ეს აუ მაგარია მაგრამ მოეწონეს ალბათ ზამთარი არა ერთი დღეა რა აი ერთი კონკრეტული დღეა ერთი კონკრეტული დღეა რომ აი იმ დღეს ახლა ყველა ტრავმატოლოგმა იცის რომ 1-20-30 ადამიანი კოშწვევის მოტეხილობით მოვა და მაგეთ მიდოდი ზამთრის პერიოდი ალბათ არა პერიოდი არა ერთი კონკრეტული დღე 8 მარტი არა
აღდგომა. გავიგე, მაგრამ ზამთრის პერიოდის კონკრეტული დღე ახალი წლის ღამე უნდა მეთქვა. არა, აღდგომა. აი, აღდგომა. იმიტომ რომ დადიან ამოცილ ტრენბოცებით საზაფლაოზე და ვიწრო გასასვლელებში, ანუ ეს ყველაფერი არასწორად რო არის დასხმული და რაღაცა, აი გამორიცხულია. მე მეგონა რომ ტროლინმა ჭიშკარს რო აღებს სასაფლაოზე. არა, რო ჩადგა და რო გადაუტრიალდა. ურა მაგარია. ეს ეროვნული ტრავმატიზაციის დღე გვაქვს. კოჭვის მოტეხილობების ჩვენ ქვეყანაში. მეგონი სხვაგან აღწერილი არა. საოცარი რამეა. ეხა ამას ხო ვერ გავიგებდით. ხო, ნუ აი ფაქტია. მაგარი. მაგრამ ცოტა უნდა გავაფართოვოთ. კი ბატონო, ეს საცალფეხო ბილიკები. სხვათა შორის რა არის, იცი? იმდენად ზოგადად იმ გადაცემას რო დაუბრუნდეთ ხო რა, იმდენად კარგია მე ვთვლი ეს და მასიურად რო უყურებს ამას ადამიანები, იმიტომ მე რაღაცას გებულობენ და მე ჯგუფას რო გასწავლიან აქეთ. გონია რომ შენ არ უყურე იმას და გარიგებ ჯგუფას და იმდენად ხო ის არის, რა ქვია, ეს ექიმები ასოცირება. მე მაგალითად არ შემიწუხები ხარ და არასდროს რაღაცა მაწუხებს, იმიტომ რომ თიკასთან დავდივარ პასაციას. ისიც ჩვენი კონსულტაციას იძლევა. კი ბატონო, თიკა ექიმი. თიკა ექიმს ვეძახით ჩვენ. გეთანხმები ერთ მნიშვნელოვნად გადასარევი ადამიანი. ნამდვილად ესეა. ჩვენთან ერთად დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი. კი, ძალიან ბევრი რამე იცის. ბატონ გიორგი, ტრამვები ხა თქვენ თვითონ ბრძანით არის რაღაც დღეები და პერიოდებია, ანუ წელს განმავლობაში. არის ისეთი მომენტები ალბათ ძალიან ცოტა გაუგონარი, შეიძლება სასაცილოც კი ისეთი უადგილო ადგილას რო არ უნდა მოიტეხო იქ, ან დაუშვათ ესეთი ისტორია ვიცი გეგესულხანიშვილზე, რომელიღაცა საქართველოში რა თქმა უნდა ისეთი რეგიონში არ ვიცი სადაც, მაგრამ არ ვიტყვი, რაღაცა ავტოკატასტროფა იყო, პატარა, დიდი არაფერი და ფეხი კი მოტყდა უყავთ. და ჩაუსვეს გიფსშიო რა და რომ მოიხსნა ერთი ესე ქონდა რა და ექიმს რომ დაურეკა რა და მოდიო ჩემთანო ნიკუშასიას კი მაგრამ მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ ეგ არ ვიციო რა და არის ალბათ ესეთი რაღაცა. კი არის, სამწუხაროდ არის. ჯერ ისო გვაქვს, ანუ წლის ციკლი რო დავთვალოთ რა. კი, აი საინტერესო. ნუ ზამთარი გასაგებია, განსაკუთრებით კურორტები. ნუ იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას, ხო? ანუ როშიათ მერე გვაქვს აღდგომა. მერე იწყება ბავშვების სეზონი. ანუ ბალი, ალუჩა, ესენი იწყებენ ხეებზე ძრომას. კი ბატონო. მერე მოდის ზაფხული სხვათა შორის ბევრად უფრო ტრავმული არის ვიდრე ზამთარი. იმიტომ რომ უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს ადამიანი, მშრალია ყველაფერი და ასე შემდეგ. და მაღალი სიჩქარით ავტოსაგზაო შემთხვევით სამწუხაროდ ზაფხულში ხდება. შემოდგომა ისეთია რა. ნეიტრალური შვიდი ამბავია. იმიტომ რომ ყველა მაგიდასთან კი, ხო. ასევე აქვს, ანუ აი როგორ მიაწვდის ექიმი რა. რამოდენიმე თვის წინ ერთი კახელი დიახ, კაცი ყავდა, ნუ არც ერთ ძვალი აღარ ქონდა თავის. მართლა მე ორი მარცხენა ფეხი ქონდა რა. აი დედა. ნუ ახლა ეს კაცი მოვიდა და მეთქი რა მოგივიდა რაღაცა 3 თვის წინ მომივიდაო და მეთქი ექიმთან იყავი? კიო, ერთ-ერთ კი ბატონო. ქალაქში. სადა კიო, მე მეუთხარი ნახა მეთქი, ანუ სურათი გადაიღო. კიო, ნახაო და მე მეთქი და ავე მეუთხარი კოჭი მткиვანო. იმან რა გითხრა მე? კოჭმა იცისო. დაიშალე. მოვიდა არც ერთი ძვალი არ აღდა. მე უნდა ვიფიქრო ეხა ის როგორ უნდა აწყო. და აი კოჭმა იცის და ორივე გაყოფილია. მეცნო რაიონი, არ დავკონკრეტდები, მაგრამ კოჭმა იცის, გასაგებია. ბატონებო, ძალიან თქვენს გექნებათ რამე კაირგი ამბავი. ისეთი რაც აი არ გავიწყდებათ. პანდემიის პერიოდი რომ ჩვენთან ყველა ორსული ქვეყნის მასშტაბი ჩვენთან მოდიოდა და მოვიდა ერთი გოგონა რა მოიყვანე მშობიარობის ფაზაში. იცი ყველას ეშინოდა მაშინ და განსაკუთრებით მიან გინეკოლოგებს და რა ვქნა აღარ დარჩა რა ხა მარტო მე და ერთი ეგთანი ვართ რომელიც უნდა ვამშობიაროთ ეს კალი. ხა კი მიმიღია მშობიარობა, მაგრამ კოვიდიანის რაღაცა მეგონა ცოტა აი რა განსხვავებული. ეს კალი გოგონა გახკივის ბოლოს ხმას მიჭერს ხელს, მე ვთქვი ახლა სადაა შენი ქმარი. ხო შეიძლება ხელი მაინც დაგიჭიროს.
ურეკავ ახლა ამ კაცს რომ გახანგრძლივდა რომელი მიანიმე ვარ სწრაფად რომ ამშობია რა და იქნებ დაურეკოთ მეთქი თქვენ მეუღლეს რომ მოვიდეს მეთქი ხელი მაინც დაგიჭიროს რა ურეკავ და ვეუბნები რომ მე ესა და ესა ვარ ახლა და იქნებ მეთქი თქვენი ცოლი მშობიარობს მეთქი და მობრძანდეთ მეთქი და ხელი მაინც მოკიდოთ მეთქი ექიმო რა ციცხი აქ არ მინახავს და ვერ მოვალ ხელს ვერ მოკიდებ კაი რა დღეში ვიყავით აი ნუ ხო და ფსიქოზიც იყო ანუ არა როგორ არ იყო ხო მე ისეთი ის ქონდა თან რა ვიცი ახლა შეიძლება 100% არა მაგრამ ვისაც არ ჯერო და არა რაღაცა ჩემ მეგობრები მყავს ახლა არა იმათ დაემართათ პირველი მაგრამ ორი რამე გვასწავლა ამ დრო გვასწავლა მიგვაჩვია რიგში დგომას დიახ ბატონო უმრავლესობას და მიგვაჩვია ხელების დაბანას კი ბატონო ანუ ეს მართლა ორი დამსახურება დღეს კი სანამ შევაბარდე ვერ დავიბარეთ ისე ჩამოგარდა კი ბატონო აგერტის უნდა დავკიდოთ უკან გულისხმში ესე რო არ ხა ეს ხა ნახე რა მოხდა გახსოვს როგორ იყო ერთი პერიოდი ყველგან ეგ რა ხა ნენელა ძველები რო კიდია ხო იცი რო არ მუშაობს აღარ აქცევი ყრათ არა და საზღვარგარეთ არც იქ აღარ აქცევი არც თითე და არა ანუ ის რეგულაციები რაც მოიხსნა ეგ ინტენსივობა აღარ არის საჭირო მაგრამ ჩვენ თვითონ მივეჩვიეთ ანუ რაღაც ხელის დაბანა თქვენ თუ შეგხვდათ რამდენჯერ გქონდათ მე პირადად არ მქონია ან გქონდათ და ვერ მივხვდით თქვენ სამჯერ ანუ ერთი დადასტურებული ორი არ დადასტურდა მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეგ იყო კარგი ეხლა დღევანდელობაში გადმოვინაცვლოთ ეს გახშირებული უბედურება კაცო ეს ამბავი რომ არიქა ღორის გრიპია ქვეყანაში ყველას ვირუსები რა ხდება ლევან ბატონო ნამდვილად არის ალბათ ახლა პიკის ფაზაშია გახსოვთ პიკი პლატო აღმართი და აღმართი ახლა აღმართში ვართ ესე იგი ჩვენ დიდი შეცდომა დაუშვით ესენი რომ მოვიხსენოთ აუცილებლად აულაკრა მოითხოვს სხვა ტელევიზია კაი პრევენცია რა არის რა უნდა ვქნათ არაფერი პრევენცია ისეთი რაცა ზოგადი რა კონტაქტის შემცირება ხელების დაბანა და არა უკვე შეგხვდათ ღმერთმა დამიფაროს მაგრამ აი მაშინ რა შეიძლება ბევრი სითხე არ ვიცახი დედა ჩემო რომ სითხე უნდა მიიღო კარგია რომ არა კონკრეტულად რო არა კონკრეტებს და სითხე კარგია ღვინოთ სითხეა ხო აბარა აი ერთი ტრადიციული ყველასთვის ცნობილი თქვენი დასტური მინდა გულწრფელად ოღონდ რა როგორც ექიმების როგორც მამაკაცების არის ტრადიციული მეთოდი მე მიცდია და უშველია мама папур ჭაჭაში გეთანხმებთ პილპილი და ნიორი კარგი ერთი 100 გრამი აი გამეტებულად მესმის რომ იმ წუთაში შეიძლება კუჭისთვის არ ვარ მაგრამ აი რომ გაჟრიალეს და რაღაცა დაკრავ იმას და ერთი 8 ხინკალს მიაყოლე პირველ ამოსუნთქვაზე ხსნი ისო და ხსნი ნამდვილად ხსნის არ ვიცახდი დედა ჩემო რომ ხსნის ოღონდ მე ხო ძირითადად ხოლმე გადაზრდა იცის იმან ეს არის მკურნალობა რაც თქვა და იმის მერე რასაც დალევთ რომ მოგეშვება ხო გადარჩენილი ვარო და მიაყოლებ ახლა და ლიდერახევრ არაღს დალევ ჩემო ძირფასებო მართლა ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენი როგორც ადამიანები როგორც ეხა ჩვენ ადამიანები ვართ ჩვენს ქონდა პრობლემა იმ პერიოდში მეც შეგეხმიანეთ თუ გახსოვთ კი ბატონო ლევან ბატონთან და ბევრი მოგვეხმარეთ ჯერჯერობით სასაფლაოზე ფეხს არ მოვიტეხდეთ და ერთმა დაგვიფაროს მაგრამ ყველანაირად აი უდიდესი პატივისცემით რომ მართლა კარგ საქმეს აკეთებთ ისედაც და მე ჩვენი კოლეგები რო გახდით თქვენი მიმართულებით ხო განსაკუთრებით და სხვათა შორის მე და ბატონ ლევანს ერთი დაავადება გვაქვს ორივეს ეს ხო საერთოდ დივერტიკულს გულისხმობ როგორ არის მაგის საქმე კარგად აი ეს აი დედა ჩემო რო გეუბნები აგერ ადამიანები ძალიან ჭამე სანამ დროა რა სიტყვი სანამ ცოცხალი აბსოლუტურად დედა ზელაპარაკებო თუ რა მე შენ დედიკოსაც ხო ეგ პრობლემები აქვს შენ მიმართებაში ნუ რა თქმა უნდა მე მგონი ყველას დედა ესია ღელავს და ნერვიულობს ხო ბევრს ხო და არაფერი არ არის სანერვიულო ხო ხედავ რა ხალხში მაგ დედა საქმე ექიმები ჩემო ნიკოლო სანამ შემობრძანდებოდნენ ჩვენი სტუმრები და დაგეგმვის დროს შენ ერთი ძალიან კარგი ფრაზე წარმოშვი თქვი რომ საინტერესო იქნებაო და დამიცმია ეს კი ბატონო ესე იგი ძალიან ისეთი პროფესიული კითხვა მინდა დაგისვათ ახლა
პოეზიასთან როგორ ახართ? გიყვართ თუ არა პოეზია? ნუ, გე. ძალიან კარგი. მაშინ ჩვენ და ჩვენმა მეგობრებმა, სცენარისტებმა რაღაც პატარა ფრთიანი კი არა, ფრაზები კი არა, ლექსიას დავარქვათ. საერთოდ მედიცინის წარმომადგენლებს უჭირთ ერთმან თავის თავზე ლაპარაკი. ხო არა, აი შეიძლება მე ძალიან კარგი ვარ, ხო ესეთ. ამიტომ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ შეგვექმნა ორი ლექსი და მაგალითად ეძღვნება გიორგი ლორიას ეს ლექსი, წაიკითხავს ბატონი ლევარატიანი და ბატონს დიახ, ეძღვნება ბატონ ლევარატიანს და ბატონ გიორგი წაიკითხავს. მოდი დაიწყოს ბატონმა ლევანი. კი ბატონო, ძანდებოდეთ ბატონო. არა, მე მოგცემთ ამას მე. ძანდებოდეთ. შეგიძლიათ თქვენს გადაცეთ ბატონო. არა, რომ გადააყოლოს თვალი არ მინდა. კი ბატონო, თუ გნებოთ გადაავლეთ ჯერ თვალი. ეს ისეთი ლექსია, დუდუკი რო არ ჭირდება, თორე ბიჭების სიამოვნებაა. ეძღვნება გიორგი ლორიას. რა ნაცნობი ხმის ტემპრია, მთელი გზა ერთად მოვდივართ. უპირობოდ ვერ გიცანით, რა სხვანაირი ყოფილხართ. ექიმ, ტრამვატოლოგი, კაცი ღვთისაგან სვიანი. პაციენტები ბევრი ყავს, მელოტია თუ თმიანი. მოტეხილს ვერ ამთელებსო. ხო ამთელებგაც? გავაგზავნოთ, დღეს მანდ ნუ გავჩერდებით. დამიჩერეთ, რომ ჭორია, გაიცანით მეგობრებო, ეს გიორგი ლორია. კი ბატონო. ბევრი ისწავლა იშრომა, მიდგა, მირეკა, მორეკა და იმდეს მიახსია, რომ დღეს გახდა ჩვენი კოლეგა. მირეკა მორეკა გაიგე. იგი ნამდვილი ექიმი ის საქართველოს შვილია, როცა ასეთი კაცი ყავს, ტრამვების არ გვეშინია, ნამდვილია. არც მოაკლდება არასდროს, არც დასჭირდება პიარი, სანამ იქნება ამთხრება. თხილამურების რეალია. ის აღდგომის ამბავი არ ვიცი და მე ჩავაბატე. მაგარი ტრამატოლოგი პიროვნება ამხელა, თებშე დაჭრილი ქათამით კი ფეხზე წამოვა. აწყობა არ ვარ. კახეთშიცია ჩაკაფულიდანო. კი, ბატკანია აწყობა. მხოლოდ ექიმი კი არა, ნამდვილი პროფესორია, უბრალო ტრამვატოლოგი ჩვენი გიორგი ლორია. ბრავო! ეს გადაეცით სახსოვრად თქვენგან. ეს კი თქვენ შეგიძლიათ. ეძღვნება ლევარატიანს. დიახ. კორონას დროს საქართველოს მოევლინა თითქოს მხსნელად. ეს რომ არა რთული ფონი იქნებოდა უფრო მეტად. არ სჭირდება შესავალი წარდგენა და პროლოგი, ჩვენი ლევან რატიანი ანესთეზიოლოგი. გვაფრთხილებდა ყოველ დილით, რომ ხელს უნდა იბანდეთ, როგორ უნდა გავიკეთოთ ცხვირზე სწორად პირბადე. ხელი ხშირად იბანეთო და წაისვით ხსნარი ბოლოს, ამ წესებს თუ არ დაიცავთ, დაგაჭირვებთ ტრაუმატოლოგს. ეს кайღა. მომაკვდას ფეხზე აყედებს, ეს ხომ ექიმის წესია. არ ვის გამოსდის მასავით მარტივად ანესთეზია. საყვარელი ექიმია თავდაბალი ხათრიანი, იმის თქმაც კიერიდება ლეო რო არ რატიანი. ვისაც გდებავთ კი ბატონო, დავდოთ სადაძლეო, ექიმობის მესია, ექიმობის მესი არის, თანაც ესეც ლეო. არ უნდა შეგეშინდეთ, ხელები აქვს მადლიანი, როცა პაციენტთან არის ჩვენი ლევან რატიანი. ბრავო! ეგენაცა. ეს კაი. მოკლედ გადასარევი CV გაქვს თორთავეს. ხილავური კაი. ეს CV გათუგებსოთ კარგი. მადლობთ. და კიდევ ერთხელ გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოგზაურობისთვის. ჩემო ნიკოლო, შენ ქუთაისურად იცი ხოლმე გემრიელად დალოცვა და ეგენაცვალი, აბარა ძალიან და მით უმეტეს ესე იგი ცხოვრებული არისტოტელე დაადგა მზესავით ნათელი. კარგი კაცი იყო, ამბობდა რომ სამი პროფესიაა ამ ქვეყანაზე, რომელშიც ღმერთის ხელი ურევია. ეს არის მასწავლებელი, მოსამართლე და ექიმი. ასე რომ
ეს ადამიანები არიან შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის და ცდილობენ იმას, რომ ღმერთის საკეთებულ საქმეს აკეთებენ დედამიწაზე რა. ასე რომ ვთქვა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, შემოკარგებოდ, აგლოცოთ, აჯამეცმას ხორო, გოგრის კარუგდებულობა, ყვაგედის მიდაგერო, ტყიბულის ხაჟვარ, მოსლების მეტალში კაცის ფოტო. ხოტები დიხორწმიდა ზემობარი, ყოვლასმი და სამოცები 355 საქართველოს ყოფილიყოს თქვენი ფარველი ეგზელები და ჩვენი კევანელი განაცემის სტუმრები გახდათ არაჩვეულებრივი ადამიანები, ექიმები, ლევან რატიანი და გიორგი ლორია.